ტრამპი ხსნის პოლიტიკურ ჯოჯოხეთს. ამ სამშაბათს 2026 წლის 2 იუნის. მას შემდეგ რაც მოკავშირე ჯარისკაცების სიკვდილმა გააცხელა ახალი ამბები ერაყზე და კვლავ დააყენა ახლო აღმოსავლეთი ვაშინგტონის წინააღმდეგ ზეწოლის ომის ცენტრში. ამერიკელი ჯარისკაცი და ბრიტანელი სამხედრო დაიღუპნენ წორთნის დროს ერბილის ავიაბაზაზე, ჩრდილოეთ ერაყში, გრძნობიარე რეგიონში, ირანის საზღვართან ახლოს, სადაც დასავლეთის ჯარები კვლავ ასრულებენ უსაფრთხოების, წორთნისა და ტერორიზმთან ბრძოლის მისიებს. შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ შემთხვევა წორთნის დროს მომხდარ ავარიად შეაფასა, მაგრამ ინციდენტმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ზუსტად იმ დროს, როცა ირანი ზრდიდა მუქარებს, მილიციები კვლავ ახორციელებდნენ ზეწოლას ვაშინგტონის მოკავშირეებზე. და მემარცხენეები ცდილობდნენ თითოეული ტრაგედია ტრამპის წინააღმდეგ სისუსტის მტკიცებულებად ექციათ. მაგრამ რეალური შეფასება სხვა მიმართულებით მიდის. ვინ იგებს მაშინ, როცა ჯარისკაცების სიკვდილი პოლიტიკური იარაღად იქცევა? რატომ ჩდება ირანი პროვოკაციებით, როცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს? როგორ რეაგირებს ტრამპი, როცა ცდილობენ შეერთებული შტატები უკონტროლო ომში ჩაითრიონ? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. სიკვდილი მოხდა კვირას 2026 წლის 31 მაისს. ერთობლივი სამხედრო აქტივობის დროს ერბილის საჰაერო ბაზაზე, ერაყის ქურთისტანში. ეს რეგიონი რუკაზე უბრალო წერტილი არ არის. ერბილში განთავსებულია ამერიკული, ბრიტანული და სხვა მოკავშირე ქვეყნების ძალები, რადგან ეს ტერიტორია წლებია გამოიყენება ოპერაციებისთვის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, დასავლური ინტერესების დასაცავად და ადგილობრივ ქურთულ ძალებთან თანამშრომლობისთვის. შეერთებული შტატების არმიამ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედრო დაიღუპა წორთნის დროს მომხდარი ავარიის შედეგად, ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბრიტანეთის არმიის წევრის დაღუპვა იმავე კონტექსტში. მათი ვინაობა თავდაპირველად ოჯახების პატივისცემის მიზნით არ გასაჯაროდა, ხოლო ავარიის ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. აქედან იწყება ნარატივისთვის ბრძოლა. სანამ სიკვდილის ზუსტი მიზეზის შესახებ საჯარო დასკვნა იქნებოდა, ანტიტრამპის მედიის გარკვეული სეგმენტები სწრაფად ცდილობდნენ ეს შემთხვევა ირანის თავდასხმებს, ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებულ sapasukho ზომებს და თეირანის მხრიდან დასავლურ ბაზებზე ზეწოლას დაეკავშირებინათ. პოლიტიკური მიზანი, რა თქმა უნდა, არის შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს ტრამპს ახლო აღმოსავლეთზე კონტროლი დაუკარგავს. თითქოს ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება წორთნის დროს ავტომატურად სტრატეგიული მარცხის მტკიცებულება იყოს თეთრი სახლისთვის. ეს მანევრი ცდილობს ძირითადი დეტალის წაშლას. ქაოსი ჩნდება იმიტომ, რომ ირანი, მისი მილიციები და რეგიონული მოკავშირეები იციან, რომ ვაშინგტონი კვლავ ფასს აკისრებს, ბლოკადას აწესებს, ზეწოლას ახდენს და მოთხოვნებს უყენებს. ირანი ცდილობს გამოიყენოს თითოეული ფრონტი შანტაჟის იარაღად. სპარსეთის ყურეში რევოლუციური გვარდია აცხადებს პასუხისგებლობას ამერიკულ და ისრაელის ინტერესებთან დაკავშირებულ ხომალდებზე თავდასხმებზე. ერაყში დასავლურ ბაზებთან ახლოს მდებარე ტერიტორიები კვლავ შანტაჟისა და დაშინების არენად იქცა. ლიბანში ჰეზბოლა ზეწოლას ახდენს ისრაელზე და ცდილობს სარგებელი მიიღოს მყიფე ცეცხლის შეწყვეტისგან. თეირანში ხელისუფლების წარმომადგენლები იმუქრებიან ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შეჩერებით, როცა ისრაელი ტერორისტულ ჯგუფთან დაკავშირებულ პოზიციებზე წინსვლას ახერხებს. ეს მექანიზმი კარგად არის ცნობილი. პროვოცირება, მუქარა, ერთი ნაბიჯით უკან დახევა, დათმობების მოთხოვნა და შემდეგ ნებისმიერი რეაქციისთვის შეერთებული შტატების დადანაშაულება. დონალდ ტრამპი ამ სურათში ჩნდება, ცდილობს ორმაგი მახის თავიდან აცილებას. პირველი მახე სამხედროა. შეერთებული შტატების ღია ესკალაციისკენ მიბიძგება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე. ერაყიდან ლიბანამდე, სპარსეთის ყურედან წითელ ზღვამდე. მეორე მახე პოლიტიკური ხასიათისაა. ნებისმიერი დანაკარგის, ნებისმიერი ინფორმაციის გაჟონვისა და მოკავშირეებს შორის ნებისმიერი დაძაბულობის მცდელობის გამოყენება თეთრი სახლის წინააღმდეგ საბრძოლო მასალად. მაგრამ ფაქტები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპის საუბრის ცენტრშია სწორედ იმიტომ, რომ ყველა მიცის, ვაშინგტონის გარეშე რეალური შემაკავებელი ძალა არ არსებობს ისრაელზე, ჰეზბოლაზე, ირანსა და მის შეიარაღებულ დაჯგუფებებზე. თეთრ სახსაც ლიბანის საკითხში ჩარევა მოუწია, სადაც ისრაელი ჰეზბოლაზე ოპერაციების გაფართოებით იმუქრებოდა, ხოლო ირანი ამას იყენებდა როგორც საბაბს, შეეწყვიტა მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან. დონალდ ტრამპა ესაუბრა ბენიამინ ნეთანიახუს, რაც ეფექტური აღმოჩნდა ბეირუთში მასშტაბური შეტევის თავიდან ასაცილებლად და განაცხადა, რომ ასევე ესაუბრა ჰეზბოლასთან დაკავშირებულ წარმომადგენლებს სროლების შესაჩერებლად. ასეთი მასშტაბის კრიზისში ძალა მხოლოდ ბომბების გაგზავნა არ არის. ძალა ასევე ნიშნავს იმის აღკვეთას, რომ მოკავშირე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მტერს სრულყოფილ საბაბს მისცემს მთელი რეგიონის დასანთებად. ნეთანიახუ შინაგან ზეწოლას განიცდის მინისტრებისა და მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც ჰეზბოლას წინააღმდეგ უფრო მკაცრ პასუხს ითხოვენ.
ჰეზბოლა კი თავის მხრივ ცდილობს წინააღმდეგობის სიეგობის სიმბოლოდ წარდგეს. ამავე დროს ლიბანს ირანის გათვლებზე ამყოფებს. ირანი ცდილობს თავი ლიბანელების დამცველად წარმოაჩინოს, მაგრამ ლიბანის ტერიტორიას იყენებს როგორც მოლაპარაკების ბერკეტს ისრაელისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ. ტრამპი ამ ბინძურ თამაშს ისე ართმევს თავს, რომ მედიას არ აძლევს საშუალებას დაფის სირთულე მის წინააღმდეგ მარტივ სათაურად აქციოს. ერაყში ჯარისკაცების სიკვდილი ასეთ სიტუაციაში ემოციურ ბერკეტად იქცევა პრეზიდენტზე თავდასხმისთვის. მაგრამ ძირითადი პრობლემა ის არასტაბილურობის ქსელია, რომელსაც თეირანი 10 წლეულებია კვებავს. ერბილის ავიაბაზა ამ ზეწოლის ომის სიმბოლოდ იქცა, რადგან ის იმ ზონაში მდებარეობს, საიდანაც ვაშინგტონი უბრალოდ ვერ გაქრება. თუ შეერთებული შტატები წავა, ამ სივრცეს ირანი, მილიციები, კონტრაბანდა, მტრული დაზვერვა და ექსტრემისტული უჯრედები დაიკავებენ, ამ ისტორიაში გაერთიანებული სამეფოც მონაწილეობს, რადგან ის ამერიკელებთან ერთად სურთნიდა. ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი აჩვენებს, რომ ერაყში დასალური ყოფნა მხოლოდ ამერიკულით არ შემოიფარგლება. ეს არის კოალიცია, რომელიც ჯერ კიდევ ცდილობს მინიმალურად მაინც შეინარჩუნოს კონტროლი იმ საფრთხეებზე, რომლებიც არ გამქრალა. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა, ბაზების დაცვა, დიპლომატების უსაფრთხოება და ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებზე მეთვალყურეობა ამ გარემოს ნაწილია. როდესაც ფატალური შემთხვევა ასეთ ბაზაზე ხდება, შედეგი უზარმაზარია. რადგან ეს ეხება ოჯახებს, თავრობებს, მოკავშირეებს და რეგიონს, სადაც ნებისმიერი ინფორმაციული სიცარიელე სპეკულაციის საწვავად იქცევა. ირანი ამ სიცარიელეს ამჩნევს და ცდილობს მეს სიცარიელე დაშინებით შეავსოს. რევოლუციური გვარდია იცის, რომ გემებზე თავდასხმები, სტრატეგიულ სრუტეებში მუქარები და ცეცხლოვანი განცხადებები გლობალურ სათაურებს ქმნის. მიზანი მხოლოდ სამხედრო არ არის, ეს ფსიქოლოგიურიცაა. თეირანი უნდა რომ ინვესტორებმა, მთავრობებმა, სარდლებმა და ამერიკელმა ამომრჩევლებმა იგრძნონ, რომ რეჟიმთან დაპირისპირების ფასი ძალიან მაღალია. ირანის გზავნილი მარტივია. თუ ვაშინგტონი ზეწოლას გააძლიერებს, ახლო აღმოსავლეთი ცეცხლში გაეხვევა. დონალდ ტრამპი ცდილობს ამ ლოგიკის შეცვლას და აჩვენებს, რომ ფასი არსებობს მათთვისაც, ვინც პროვოცირებას ახდენს. განსხვავება ახლა ისაა, რომ ტრამპი მხოლოდ ირანს არ პასუხობს. ის ცდილობს მოკავშირეების კონტროლს, მილიციების შეკავებას, მოლაპარაკების სივრცის შევცის შენარჩუნებას და სამხედრო ზეწოლის გაგრძელებას. ომში არ ჩაერთოს, როგორც ამას მისი მოწინააღმდეგეები ისურვებდნენ. ეს ხსნის დაძაბულობას ნეთანიაჰუსთან. ტრამპმა იცის, რომ ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ჰეზბოლასგან, მაგრამ ასევე იცის, რომ ბეირუთში არასწორად გათვლილი შეტევა შეიძლება ირანს მისცეს სრულყოფილი საბაბი, უარი თქვას მოლაპარაკებებზე, აამოქმედოს თავისი პროქსები და დაადანაშაულოს ვაშინგტონი ახალი რეგიონული აფეთქების გამო. რეალური პოლიტიკა მოითხოვს ძალას, მაგრამ ასევე მოითხოვს მართვას. ერბილის შემთხვევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს აჩვენებს – დისკომფორტს. მაშინაც კი როცა ამერიკელი და ბრიტანელი ოფიციალური პირები საუბრობენ სავარჯიშო შემთხვევაზე, საზოგადოებრივი შფოთვა იზრდება, რადგან რეგიონი დაძაბულობით არის გარშემორტყმული. ეს არ აძლევს უფლებას ეჭვი ფაქტად გადააქციო, მაგრამ ავალდებულებს ვაშინგტონს იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და მკაცრი ნებისმიერი გარე საფრთხის მიმართ. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს რა მოხდა, როგორ მოხდა და იყო თუ არა ოპერაციული შეცდომა, აღჭურვილობის პრობლემა, რისკის გარემო ან რაიმე ჩარევა. ტრამპის პასუხი უნდა იყოს ამ მიმართულებით. დაიცვას ოჯახები, მოითხოვოს გამოძიება, დაიცვას სამხედროები და მკაფიოდ განაცხადოს, რომ ნებისმიერი თავდასხმა ამერიკელებზე შედეგს გამოიწვევს. ტრამპი ჯოჯოხეთს ხსნის, როდესაც გადაწყვეტს, რომ არ დათმოს პოზიციები ამ შანტაჟის წინაშე. პასუხი არ უნდა იყოს ცარიელი ხმაური, ის უნდა იყოს ზეწოლა თეირანზე, უსაფრთხოების გაძლიერება ბაზებზე, მკაცრი კოორდინაცია ლონდონთან და პირდაპირი გაფრთხილება იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ამერიკულ ჯარებს უვლიან. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალური ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სიმართლე და დაგიცვა ინფორმირებული. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს. ასე უფრო მეტად ჩაერთვები ჩვენს საზოგადოებაში. მილსონ ალვესი, გლობალური